მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება ახალი ურთიერთობა თუ აღდგება ძველი. დღეს გვაქვს გაშლა სამ პოზიციაზე. ირჩევთ პოზიციებს ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ თქვენზე არ რეზონირდა, შეცვალეთ პოზიცია. ასევე თუ მალე ვერ არჩევთ ვიდეო დააპაუზეთ და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგრძეთ. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს რაც შეეხება ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის თუ საიტზე როდის არის განთავსებული. ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დეტალებისთვის მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. პირველებო, ვინც არჩია დღეს პირველი პოზიცია. ვნახოთ თქვენ შემთხვევაში იქნება ახალი ურთიერთობა თუ აღდგება ძველი. ამ წუთას თქვენი მისამართით ძალიან ბევრი პიროვნება არის დაინტერესებული. უფრო ახალი ენერგია არის, მაგრამ აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თქვენივე განახლების პროცესი არის დაწყებული. აქამდე რაც ურთიერთობებში გბლოკავდათ, გაკომპლექსებდათ ურთიერთობებში, თავს იზღუდავდით თუ რაღაც მომენტებში ლაღად თავს არ გრძნობდით, ეს პერიოდი ტრანსფორმირდა და თქვენშიც ძალიან ბევრი ცვლილება არის შემოსული და უფრო გალაღებული, პოზიტიური და ენერგეტიკულად გამოჯამრთელებული და დასტაბილურებულები ხართ. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ენერგია არის სიცოცხლით სავსე, ძალიან ფერადი ხართ, შეიძლება გიყვართ ფერადი აქსესუარებისა და ტანის ამოსის ტარება, ან ზაფხულის ენერგიამ ძალიან იმოქმედა თქვენზე, მაგრამ თუ სხვა სეზონზე მოусმენთ ამ ვიდეოს, შეიძლება რაღაც ისეთი მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ძალიან გაგახარათ და ეს სიფერადე თქვენმა სულიერმა სამყარომ გარე ფაქტორადაც აქცია. უბრალოდ აქ მოდის ისეთი სიტუაცია, რომ აქ გექნებათ მოახლოებული ძალიან ბევრი გზები. შეიძლება ბევრი მოგზაურობები დაგეგმოთ ამ წელში, ან უკვე რაღაც გზაზე მიდიოდეთ, უკვე ჩემოდანსალაგებდეთ, მეგობრებთან კავშირები აღადგინეთ, ან ახალი მეგობრები შემოვიდათ. თქვენში რაღაც გარდამტეხი განულება მოხდა, სადაც თქვენ ერთი ნაბიჯი გადადგით სიახლისკენ, რომელიც შეჯებით კონკრეტულად არ იცით, რას მოგიტანთ ცხოვრებაში, მაგრამ იმას გრძნობთ, რომ ძალიან დამსუბუქებული ენერგეტიკულად უკეთესად გრძნობთ თავს და თქვენი ცხოვრების ის ეტაპი არის ახლა, რომ ფიქრობთ, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია შექმნით. ახლა მზად ხართ, რომ გქონდეთ ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ახალი სასიყვარულო კავშირი და თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი, ზუსტად აი ესეთი ენერგია გაქვთ ახლა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის მაგნიტივით მოზიდული და ძალიან დაინტერესებული ახლა თქვენით. აინტერესებთ მაგალითად ყოველდღიურობა, თქვენი წვრილმანები, შეხედულებები, ანუ თქვენი პიროვნული დაინტერესებული ადამიანები არიან და მოდი ვნახოთ ახლა რა მოხდება, ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, საით მიდის ეს ყველაფერი. შეიძლება აქ თქვენ განქორწინებაც კი გამოიარეთ და ბევრი თქვენთაგანი ვინც პირველ პოზიციას ირჩევთ, განქორწინების სირთულეები მოიტოვეთ უკან, ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ წინამორბედ ურთიერთობაში საბოლოო განთავისუფლება მოიპოვეთ. აი საბოლოო განთავისუფლება არის, რომ აი ღამე რომ წვებით ან უკვე თქვენთან რომ არ ტორჩებით, ემოციურად წარსული უკვე გაუშვით და ძალიან გადააფასეთ და უკვე ჩამოყალიბდით, რომ თქვენი გზა უფრო სიახლეებისკენ არის. რაღაც მტკივნეული ურთიერთობა მოიშუშეთ, მტკივნეული ურთიერთობის შემდგომი გართულებები მოაგვარეთ, ხო? აქ შეიძლება ახალი კომუნიკაცია უკვე დაწყებულიც გაქვთ და ეს ადამიანი ყოველდღიურობას გიფერადებთ. ან ძალიან ახლო პერიოდში შემოვა თქვენთან სრულიად ახალი კომუნიკაცია.
რომელთანაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც ლაღი ბავშვი. ანუ არაფერზე ზრუნვა და დაძაბულობა და დედის როლის მორგება არ მოგიწევთ. ანუ ძალიან ჰარმონიულად დაიწყება ამ პიროვნებასთან კომუნიკაცია, იგრძნობთ, რომ ეს ამ პიროვნებასთან კონტაქტი კი არ გძაბავთ და ენერგიას კი არ გართვევთ, პირიქით გავსებთ. ეს ადამიანი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენი შინაგანი ბავშვი დააბრუნოთ, იყოთ ფერადი, იყოთ ლაღი, იყოთ ის, ვინც ხართ, არაფერში არ შეგბოჭავთ, პირიქით თქვენს შეიძლება მიძინებულ ნიჭს ან სურვილებს, ფრთებს შეასხამს და შეიძლება ერთადაც დაგეგმოთ ან მაგალითად კინოში სიარული ან მუსიკის ფესტივალებზე წასვლა, რაც გსიამოვნებთ, ხო ხელოვნებასთან დაკავშირებული მომენტებით შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გააქტიურდეს ამ პიროვნების წყალობით, მით უმეტეს თუ თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ამ პიროვნებამ მოიტანოს ის მუხტი, რომ ისევ დაუბრუნდეთ თქვენს შემოქმედებას და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ საერთო მოგზაურობაც კი დაგეგმოთ და რაღაც გზებზე ერთად წახვიდეთ. აქ არის ახალი ურთიერთობის ძალიან დიდი პერსპექტივები, იმიტომ რომ წარსული ენერგია უკვე აინახეთ გქონდათ უკვე წარსულში რაღაც სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც ან განქორწინებით დამთავრდა, ან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ანუ წერტილი მოხდა, ანუ მძიმე აღარ არის აქ წარსულში, ხო? აღარ არის ის მოლოდინი, რომ წარსული უნდა დაბრუნდეს, რაღაც მოიშუშეთ აქ და აქ უკვე მზად ხართ, რომ გქონდეთ ახალი ჯანმრთელი ურთიერთობა და აქ თქვენ ცხოვრებაში ეს ყველაფერი წუთი წუთზე შემოვა და ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში უკვე კონტაქტობთ ამ პიროვნებასთან და შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ძალიან უკვე აქტიური, პოზიტიური ენერგია შემოვიდა და ძალიან ესეთი ბედნიერი ენერგიები დაბრუნდა თქვენთან. იქნება ახალი ურთიერთობა აქ თქვენთან. ძველი ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივები. ძველი ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივები ფაქტიურად აქ არ განიხილება, თუმცა შეიძლება იგრძნოთ წარსული პიროვნებისგან ჩუმი, დაკვირვება. ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში აჩრდილივით გამოჩნდება, მაგრამ შეიძლება ვერც კი გაბედოს, რომ პირდაპირ გზებით მოგიკითხოთ ან კონტაქტის ცდილობა დაიწყოს, უფრო აი მოდის თქვენ ცხოვრებაში წარსული ადამიანი, რომელიც წარსულიდან უფრო სწორედ ადამიანი, რომელიც ისევ რაღაც საიდუმლო ენერგიაში მისტიურად, ბუნდოვნად იწყებს თქვენი ცხოვრების დაკვირვებას და თქვენით ინტერესს და რაღაც მომენტში იგრძნობთ, რომ სტალკვა არის მისგან, ან რაღაც ინტერესი არის მისგან, მაგრამ აი ეს რომ გაბედოს და თავი გამოამჟღავნოს და პირდაპირ მოგიკითხოთ და პირდაპირ რაღაც ინიციატივები წამოუვიდეს, ამის ენერგიას ვერ ვხედავ, უფრო მოდის თქვენთან ახალი ურთიერთობა. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით ჩემო მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას გვეტყვის კარტი, იქნება ახალი ურთიერთობა თუ აღდგება ძველი. აქ ნამდვილად არსებობს ადამიანი, რომელთანაც რაღაც ბოლომდე არ არის დამთავრებული. აქ შეიძლება გქონდეთ ისეთი სიტუაცია, რომ პიროვნებასთან ურთიერთობაში შედიხართ, მერე ეს ურთიერთობა რაღაც ეტაპზე იჭედება, მერე ეს ურთიერთობა იყოფა, მაგრამ ისევ ეს ადამიანი შემოდის და ისევ მცდელობებში ხართ, რომ რაღაც დაალაგოთ, ურთიერთობაში სიმყარე გქონდეთ და მუდმივად რაღაც ჯაჭვური სიტუაცია გაქვთ, რომ ეს პიროვნება ტრიალებს თქვენ ცხოვრებაში და ისევ ეს ადამიანი მოდის, როგორც აი რაღაც მოვლენა. ან შეიძლება პირდაპირ ყოფილმა თავი შეგახსენოთ, იმიტომ რომ ხმლების მეფე ზოგადად უფრო არის ადამიანი, რომელთანაც გარკვეული სახის ურთიერთობა არსებობს და პირდაპირ ყოფილი პიროვნების აღმნიშვნელი არკანიც არის. მაგრამ აქ მოდის ესეთი მდგომარეობა, რომ
მაინც შეიძლება ეს არ იყოს ყოფილი, რომელთანაც გქონდათ მრავალწლიანი რომანი და ოფიციალური ურთიერთობა. შეიძლება უბრალოდ იყოს ეს ადამიანი, რომელთანაც შეხვედით რაღაც კომუნიკაციაში, მიმოწერებში, მერე ეს კონტაქტი დაიკარგა, გაქრა, გაფუჭდა და ისევ ხელახლა ცდით ამ პიროვნებასთან, იმიტომ რომ თვითონ ინიციატივებით მოდის პირდაპირ კართან არის თქვენთან, ხო? წუთი-წუთზე შეიძლება მოგწეროთ ან შეგხვდეთ სადმე. აქ არის ადამიანი რომელიც შეიძლება იყოს მერწყული ტყუპები, სასწორი, ჰარის მეფე არის აქ, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან ლოგიკური, ერთის შეხედვით ცივი, ერთის შეხედვით თავის სამყაროში მყოფი პიროვნება, მაგრამ თითქოს ამ პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში ინტერესი ვერ და არ ამოწურა და მოდი ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის კარტი. კი, ანუ როგორც გითხარით, წუთი-წუთზე მისგან მიიღებთ ზარს, SMS შემოთავაზებას ან შეხვედრის სურვილს, ან მკაფიოდ დაიწყებს ისე ურთიერთობის შენებას. და შეიძლება პირდაპირ გაამხილოს კიდეც, რომ ურთიერთობაში ისევ აქტიურად არის დაინტერესებული და შეიძლება აღიაროს, რომ რაღაც გაურკვევლობები იყო თქვენ შორის, ან რაღაც მოუგვარებელი საკითხები იყო თქვენ შორის, ან აღიაროს, რომ ბევრი ძალისხმევა არ ჩადო და ხელახლა უნდა რაღაცის მოსინჯვა და შანსი უნდა თქვენგან. ნუ ეს პიროვნება გეტყვით, რომ მისცეთ შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი დაინტერესება და დაამტკიცოს ის სიტუაცია, რომ რეალურად არის თქვენით დაინტერესებული და რეალურად მისთვის ძვირფასი არის ის ურთიერთობა, რასაც თქვენთან აპირებს რომ შექმნას. არის ეს ყოფილი პარტნიორი? ნუ ბევრ თქვენთაგან შემთხვევაში ეს არის ყოფილი პარტნიორი, მაგრამ არის კიდევ იმის შანსი, რომ ეს არის უბრალოდ ნაცნობი, რომელთანაც გქონდათ ფლირტის დონე ან ქიმია გაჩნდა თქვენ შორის ძალიან ძლიერი და პოტენციურად იგრძნით, რომ კარგი ურთიერთობა შეიძლება გამოვიდეს, მოგწონს ერთმანეთი, რაღაც გრძნობა, საბაზისო გრძნობა გაჩნდა, მაგრამ გაფუჭდა ეს ურთიერთობა და ან რაღაც მომენტში გაუგებრობა გაჩნდა, ან რაღაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ხელახალი შანსი მოდის. უფრო ეს არის ძველი ენერგია, რომელიც გარდაიქმნება ახალ საწყისად და ისევ დიდი შანსი არის, რომ თქვენს შორის ისევ რაღაც ემოციები წამოვიდეს, ისევ განახლდეს ემოციური მომენტები, ისევ შეხვედრები დაიწყოს, ისევ ამ პიროვნებამ დაიწყოს აქტიურად ურთიერთობის მოპოვების მცდელობა და ისევ მისგან წამოვიდეს ნაბიჯი, ანუ ინიციატივიანი თვითონ არის და თვითონ გადმოდგავს ამ ნაბიჯს. დაგეშტობებით მეორეებო. და ჩვენ ახლა გადავალთ მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მესამეებო, ვიგებთ თქვენს შემთხვევაში კარტი რას გვატყვის, იქნება ახალი ურთიერთობა თუ აღდგება ძველი. ნუ აქ მოდის ესე ვთქვათ ქურუმი კაცი, იგივე იეროფანტის მაღალი არკანი. ეს შეიძლება იყოს თქვენი უფროსი სამსახურებრივი რომანი დაიწყოთ, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთან ერთადაც მუშაობთ, სწავლობთ, ვითარდებით, რჩევებს გაძლევთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი პირადი ექიმიც კი, ან ადამიანი, რომელიც რაღაცაში გეხმარებათ, ან ადამიანი, რომელიც რაღაცას გასწავლეთ. ეს არის უფრო საქმიანი გადაკვეთა, რომელსაც შეიძლება იცნობთ ახლა კარგად. ან უკვე გქონდათ რაღაც სახის ურთიერთობა და ისევ ეს ადამიანი შემოვა, თუ გქონდათ ესეთი სიტუაცია, თუ მაგალითად ან სამსახურს იცვლით, ან სწავლას აპირებთ სადღაც, ან სპორტდარბაზში აპირებთ მისვლას და ტრენერის დახმარებას, ან უბრალოდ ყავთ შინაური ცხოველი და მიიყვანთ ექიმთან თქვათ და რაღაც კლინიკებთან გიწევთ ურთიერთობა. ეგ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი, რომელთანაც გექნებათ საქმიანი გადაკვეთა და დაიწყება თქვენი რომანტიული ურთიერთობა.
ბევრი თქვენთაგანი ამ პიროვნებას უკვე იცნობთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა თქვენთაგანისთვის არის ყოფილი პარტნიორი, უფრო ეს არის ადამიანი, რომელსაც იცნობთ და გაქვთ საქმიანი შეხვედრები და თქვენი საქმიანი შეხვედრები გადაიზრდება ორმხრივ დაინტერესებაში, ორმხრივი გადადგმული ნაბიჯები არის და ისე აშენდება ურთიერთობა, რომ მიხვალთ რომანტიულ შეხვედრებამდე. ან შეიძლება უკვე არსებობს რაღაც ფლირტი, რაღაც ხვდებით, რომ ეს პიროვნება არამეგობრულია და უფრო მეტი არის თქვენ შორის და უკვე ისე ეტაპი დადგება, რომ გამოტყდებით ერთმანეთთან ამ მდგომარეობაში და უკვე თქვათ განმარტოვდებით, ხო? ანუ რაღაც უფრო გახსნილდეთ ამამ SMS მიიღებთ, ან უკვე რაღაც ფიზიკურ ურთიერთობასაც დაიწყებთ. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება ეს პიროვნება ბოლომდე თავისუფალი არ იყოს და აი ამ სიტუაციამ ცოტა დააგძაბოთ ან განერვიულოთ, რომ აი სამკუთხედში არ აღმოჩნდეთ, რომ სამკუთხედის ენერგიებში თუ შეხვალთ, მერე როგორ წავა თქვენი ურთიერთობა, გექნებათ თუ არა ის პერსპექტივა, რომ შეძლოთ ამ სამკუთხედი ენერგიიდან გამოსვლა და მან თქვენ აგირჩიოთ, ან თუ თქვენ გაქვთ ეს მომენტი, ვთქვათ, რომ ახლა ბოლომდე თავისუფალი არ ხართ, მაგრამ სხვა ადამიანი მოგწონთ და მასთან დიდ დაინტერესებას გრძნობთ და მასთან შეხვალთ კომუნიკაციაში და ურთიერთობაში და თქვენი ურთიერთობა უფრო მეტად განვითარდება და უფრო სტაბილურ ენერგიაში გადახვალთ, აი ამ დაუმთავრებელ ურთიერთობას რა მოუხერხოთ და ცოტა ხანი რაღაც პერიოდის მანძილზე თითქოს ახალ ურთიერთობას იწყებთ, ისე რომ რაღაც პერიოდის მანძილზე იქნება იმის ნერვიულობა, რომ სამკუთხედში ხართ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ესეც შეიძლება ჩავთვალოთ. იქნება ახალი ურთიერთობა თუ აღდგება ძველი. ძველ ტოქსიკურ ურთიერთობაში ისევ პრობლემები ჩანს, ვისაც ეს აინტერესებს. ძალიან დიდი პერსპექტივა არის, რომ აბსოლუტურად სხვა ოჯახი შექმნათ და სხვა აბსოლუტურად სხვა ენერგიაში გადახვიდეთ და თქვენი პარტნიორი იყოს ახალი ადამიანი, რომელთანაც რაღაც სიახლეებს დაიწყებთ და რაღაცა ტოქსიკური ენერგიიდან ახალ ენერგიაში გადახვალთ და რაღაც სწორ არჩევანს გააკეთებთ და აირჩევთ სტაბილურობას ამ პიროვნებასთან, რომელიც კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, იქნება თქვენთან მიმართებაში უშუალოდ საქმიანი ვიზიტებით დაიწყება ეს ურთიერთობა და გადაიზრდება უკვე შემდგომ რომანტიულ კავშირში და ეს რაღაც ურთიერთობები, ტოქსიკური სიტუაციები და ვთქვათ, ვერ იღებდით გადაწყვეტილებას რაღაც ეს ძველი ურთიერთობა ბოლომდე დაგეხურათ თუ შანსები მიგეცათ, აი ამ სიტუაციას მოაგვარებს ეს ახალი ურთიერთობა და რაღაც პერიოდის მანძილზე შეიძლება ახალ ურთიერთობაში ისე შეხვიდეთ, რომ ეს სიტუაცია ისევ გაწუხებდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანს აკეთებთ იმ ადამიანთან, რომელიც უფრო სიახლით და რომელიც უფრო სტაბილურობით შემოდის თქვენთან. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ დიდ ბედნიერებას, წარმატებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.